მე ვიტყოდი რომ აი ხლა რომ შევხედოთ ქართული ოცნების განცხადებებს, რომელიც ძირითადად არის ალბათ მიმართული მათივე მომხრეების მიმართულებით და მიმართ, ჩვენ რომ შევხედოთ, ანუ ისინი საუბრობენ იმაზე, რომ აი ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ და სხვები არიან, ვინც ძალიან ცუდად გვექცევა, უსამართლოდ გვექცევა და ჩვენი მხრიდან ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად რომ ასე ვთქვათ დავალაგოთ ურთიერთობები, როგორც ევროპასთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩემი ისინი უბრალოდ არ ცდილობენ, იმიტომ რომ შევხედოთ მაგალითად რა არის აი დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის ასე ვთქვათ საგარეო პრიორიტეტი, ხომ? ეს არის პირველ რიგში ეკონომიკა, ინვესტიციები და ასე შემდეგ, ხომ? და ის რომ ისინი განიხილავენ მათ მთავარ სტრატეგიულ მტრებად ჩინეთს, ირანს და მათ შორის რა თქმა უნდა რუსეთსაც, ხომ? ჩვენ რომ შევხედოთ რა ხდება საქართველოში, ხომ? ხედავთ რომ ხდება საქართველოს მიბმა, გარდა იმისა, რომ ხა საქართველოს ეკონომიკითაც გარკვეულწილად, ანუ საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ეკონომიკაზე იზრდება წლების განმავლობაში და პოლიტიკური გავლენის ქვეშ არის, რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, ჩვენ ვხედავთ, რომ ასევე იზრდება ჩინეთის მიმართ საქართველოს დამოკიდებულება. ან ცდილობები არის ოცნების მხრიდან, რომ ჩინეთის არსებობა საქართველოში გაზარდონ, ხომ? გავიხედავთ და ყველა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინელები არიან ჩართულები, ხომ? ეს გზები იქნება თუ ასე შემდეგ. ხედავთ, რომ ეროვნული ბანკი ცდილობს ჩვენი საბანკო სისტემის მიბმას ჩინური საბანკო სისტემასთან, ხომ? აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან და ასე შემდეგ, ხომ? ბევრი ნაბიჯები იდგმება იმისკენ, რომ ჩინეთი მეტად შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ხა შემდეგი სახელმწიფო, რომელიც არის ირანი, ხედავთ, რომ ირანის ელჩი შეიძლება დაგვემუქროს, მაგრამ მას პასუხს არ გასცემენ, როგორც ჩანს, აქაც გარკვეული ასე ვთქვათ, კავშირები არის, მათ შორის ჩვენმა კოლეგებმა რამდენიმე კვლევაც გამოაქვეყნეს იმასთან დაკავშირებით, რომ აქ ირანული გავლენები იზრდება, ხომ? ხო და მე მგონია, რომ ის რომ დღეს ვერ დაალაგდა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება მზად, რომ სიტყვაზე ვამბობ, მეტი ინვესტიცია შემოიტანონ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ იმიტომ, რომ ქართული ოცნება უბრალოდ არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებების მიღებაში. ანუ სურვილი არ არის ოცნების მხრიდან, მაგრამ აი ეს ბოლო პერიოდის განცხადებები მას რას ნიშნავს? მოლოდინების გაჩენა, რომ აი ეხლა ნახეთ დაალაგდება ყველაფერი ჯერ აპრილი, თქვა ეხლა მაისი. ხო, ნუ მე მგონია, რომ მათ პირობები, რა თქმა უნდა, აქვთ, ანუ მათ უნდათ რომ დაანახონ თავიანთ მომხრეებს, რომ რაღაც ხდება და რაღაცნაირად ლაგდებიან ურთიერთობებში, თუმცა დღეს ქართული ოცნება არ არის მზად, რომ თქვას უარი ჩინურ და რუსულ გავლენებზე. და ისინი თუ ამაზე უარს არ იტყვიან, ხომ? ამ შემთხვევაში ურთიერთობის დაალაგება უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ჩემი მოსაზრება ასეთია, ხომ? ანუ შეიძლება მათ ძალიან ზედაპირულად მცდელობები აქვთ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ კი ქართული ოცნების და იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვევა და ეს არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩინური გავლენები ჩვენ არ გქონდეს, ანუ ჩინეთი აბსოლუტურად ფაქტიურად ყველგან არიან შემოსულები უკვე, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა, ჩვენ ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ხომ? ანუ ფაქტიურად ისინი ქვეყნების ოკუპაციას აი ესე ეკონომიკური ბერკეტებით ახერხებენ, მათ შორის მთელი აფრიკა ფაქტიურად მათი გავლენის ქვეშ არის, იმიტომ რომ აი ეს ეკონომიკაში შევიდნენ და შემდეგ ვალი დაედოთ ამ ქვეყნებს და მთელი თაობების განმავლობაში ამ ვალის გადახდას ცდილობენ იგივე ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ, ხომ? ანუ ესეც რუსეთის პრობლემა, ჩინეთის პრობლემა, ირანის პრობლემა. ანუ ამ ეტაპზე თქვენ ვერ ხედავთ ურთიერთობების გადატვირთვის შანსს ქართულ ოცნებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის? სერიოზულად მე მგონია, სერიოზულად ეს ვერ მოხდება იმ შემთხვევაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ საქართველოში არ იყოს ჩინური, ირანული და რუსული გავლენები. ამ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ და მე ვფიქრობ, რომ ის მათ ხელში ამ გადაწყვეტილების მიღება დღეს არ არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, ანუ
რომ შევხედოთ, ისინი ფაქტიურად საგარეო პრიორიტეტებს თვითონ ვერ განსაზღვრავენ. ან რუსეთი კარნახობს, ან ჩინეთი, ანუ აი ამ ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, ურთიერთობებზე, როდესაც არის საუბარი, ხო? ანუ დღეს თუ ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ სტრატეგიულ პროექტებში შევიდნენ და ამის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ჩინური და ირანული და რუსული გავლენები შემცირდება, ხომ მხოლოდ ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები, ანუ ამაზე ვსაუბრობ. ამიტომ რაც შეეხება ვიზიტს, ეს ვიზიტები ადრეც ყოფილა, როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ იყო კიდევაც სახელმწიფო დეპარტამენტიდან წარმომადგენელი, დღესაც ველოდები, ზუსტად არ ვიცი ახლა რომ რა დღეს ჩამოდის, ანუ ზუსტად თარიღი არ ვიცი, მაგრამ ამაში ცუდი არაფერი არ არის, მე მგონია რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის რომ საქართველოს ცუდი არა პირიქით, ანუ ძალიან კარგია, ჩემი კითხვა, რადგანაც გაკეთდა დადასტურება მოხდა ბოჭორიშვილის მხრიდან, რომ ხო ასე იგეგმება. თავიდან ამბობდნენ აპრილზე საუბრობდნენ, ეს ეხლა შეიძლება მაისში რომ არ ჩამოსულიყო, იტყოდნენ რომ მაისი არ გვითქვამს და მიზანი რა არის? მიზანი მე ვფიქრობ, არ მოიტანს ეს აი ამ იზოლაციის გარღვევა. მე მგონია რომ მიზანი არის პირველ რიგში ზრუნვა ქართულ ხალხზე. ეს არის მიზანი, ის რომ ქართველი ხალხი არ მიუტოვებია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის რომ მათ აინტერესებთ ადგილზე რა ხდება, ის რომ აინტერესებთ კიდევ ერთხელ ქართული ოცნების მზაობა, რომ შეეშვან ირანს, რუსეთს და ჩინეთს და გეზი აიღონ დასავლეთისკენ, ხო? ამიტომ ამაზე არის აქ საუბარი, რა თქმა უნდა, აქ დავიწყებული აგერ მზიას სახელი გაჟღერდა იგივე ამ რეზოლუციაშიც, ხო? შესაბამისად ამის დავიწყება ნამდვილად არ მოხდება. სახელმწიფო დეპარტამენტში არის დეპარტამენტი და სხვა შორის ეს ქალბატონი, რომელზეც საუბრობენ რომ ჩამოდის, ის ზუსტად სახელმწიფო დეპარტამენტში ადამიანის უფლებებს კურირებს. ანუ ეს მის ქვეშ არის აი ზუსტად ეს ადამიანის უფლებები და შრომითი უფლებები და ასე შემდეგ. ანუ ეს იმ ნაწილის ხელმძღვანელი არის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამიტომ აქ ის რომ ვიღაცა დაივიწყებს იმას თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ადგილი ქონდა წამებებს, რა მდგომარეობაში არის მედია და ასე შემდეგ, ამისი მოლოდინი არ შეიძლება რო გქონდეს, ეს ნამდვილად ასე არ იქნება. კი ბატონო, აი თქვენ ახსენეთ ხალხი. მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ, რამდენადაც საერთაშორისო გამჭვირვალობა მთელი ამ წლების განმავლობაში ამონიტორინგებდა ქართული ოცნების საქმიანობას და ყველა ფაქტი კორუფციული ქმედებების შესახებ, გადაწყვეტილებების, ტენდერების და ასე შემდეგ, ძირითადი ნაწილი თქვენგან გვაქვს ჩვენ ნანახი და გაშიფრული, ხო? აი დღეს როგორ გამოიყურება ეკა ქართული ოცნება? ჩვენ წეღან მე და ნოდარი ვსაუბრობდით მაგალითად იმ პრობლემებზე, იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც აღმოჩნდა თავად ქართული ოცნება, ეხლა როდესაც მიადგნენ საკუთარ ბიზნესს, იმ ბიზნესს, რომელზეც როგორც წესი მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი იდგნენ და დადგებიან კიდეც, ხო? მათი შემომწირველები არიან, მათი ბიზნესმენები არიან და აი ჩვენ ვხედავდით სანახაობას, მაგალითად ფასების კომისიაზე როგორ დაყავდათ ეს ხალხი და მთელი ამ პროცესის განმავლობაში ფასების გაიაფებას გვპირდებოდნენ და აღმოჩნდა რომ გაძვირდა პროდუქტებზე ფასები. აი რა პროცესთან გვაქვს საქმე ახლა როგორ ხედავთ? მე მგონია რომ აი ის რაც ხდება ზოგადად ეს პირველ რიგში ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის და აი ვიზეც დგას ხომ აი ეს მათ შორის პარტიის შემომწირველებისთვის ეს არის ძალიან გაურკვეველი სიტუაცია ხომ? ერთის მხრივ მათ როგორც ჩანს ჰქონდათ თანხმობა ხელმძღვანელებისგან, მოდით ასე ვთქვათ, მათ შორის ალბათ ივანიშვილიც იქ იყო, რომელიც აძლევდათ მათ უფლებას, რომ კორუფციაში ჩართულიყვნენ და რაღაცა ფული ეკეთებინათ და გამდიდრებულიყვნენ, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ დღეს ისინი მიხვდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება თანხმობა ქონოდათ, ისინი მაინც შეიძლება დაიჭირონ. ხო, ანუ რეალურად რა ქნან ამ შემთხვევაში, ხო, დარწმუნდა თქვენ წარმოიდგინეთ ახლა საკუთარი თავი, ანუ მეც რო წარმოვიდგინო, ხო, ანუ უთხრეს, რომ კი ბატონო, კონტრაქტებს მოგცემ
ტენდერებში ჩაერთვეთ, გამდიდრდით, იმათთან ალბათ არც მალავდნენ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში კორუფციისთვის დაიჭირეს, ხო? ანუ დღეს ახლა წარმოიდგინეთ, ვინც კორუფციაში არის ჩართული, რას ფიქრობს ის, რომ მას კი აქვს თანხმობა, მაგრამ რა უნდა გააკეთოს, ისიც არ იცის, იმიტომ რომ ერთგულებად შეიძლება არ იყოს ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, ხო? შეიძლება იყოს რაღაცა სხვა შეცდომა შეიძლება დაუშვას და უბრალოდ იმან გადაწყვიტოს ივანიშვილმა კიდევ სხვა ან რაღაც დაპირისპირება იყოს გუნდში და იგი დაიჭირონ და ჩასვან, რა ვიცი, 10 წლის ციხეში, ხო? ამიტომ ეს ნამდვილად ასეა, თუმცა მეორეს მხრივ სხვა ბერკეტი დღეს ივანიშვილს და მის გარემოცვას არ აქვს, რომ აი ეს დაიჭიროს ეს ხალხი და ასე ვთქვათ, შეკრას ეს გუნდი, გარდა იმისა, რომ ანუ სისხლისამართლის დანაშაულში ჩართოს ეს ადამიანები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კი გამდიდროს, ანუ სხვა შემთხვევაში რომ რაღაცა დროებით მაინც მათ იგრძნონ, რას ნიშნავს კარგი ცხოვრება, ხო? ანუ ესეც არის. მე მგონია, რომ აი ამას უყურებთ, იმიტომ რომ კორუფცია ამით არ გაჩერებულა, კორუფცია მაინც გუგუნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. გუგუნებს როცა ამბობთ, ანუ ერთ კლანს ჩაენაცვლა, ერთ ჯგუფს ჩაენაცვლა სხვა ჯგუფი და ამჯერად უკვე სხვებმა დაიწყეს პოლიტიკება თუ რას გულისხმობს. მე ვინც აკეთებდა ის აგრძელებს და ვისაც არ გაუკეთებია, ეგიდით მიდიოდა მთელი ხო, იმიტომ რომ ყველა კვლევაში ამოუვიდათ, რომ თავისივე მომხრეები ამაზე ნერვიულობენ და ამაზე კითხვებს სვავენ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასე ვთქვათ, PR სტრატეგია, ეს მნიშვნელოვანი PR სტრატეგია იყო მათი მხრიდან, რომ აი კორუფციას ებრძვიან, ეს დაანახოთ. სინამდვილეში ხა თვითონ ეს ხო ძალიან აშკარად ჩანს, რომ ვინც არ აკეთებდა, იმანაც დაიწყო ფულის კეთება და ვინც აქამდე აკეთებდა, იმანაც გააგრძელა, ხო? ანუ აფერი არ გაჩერებულა ამ ხრივ და პატარა ტენდერებშიც კი, ახლა რეგიონებშიც კი იქ მიდის, ასე ვთქვათ, სერიოზული კორუფციული გარიგებები. ამიტომ აქ არაფერი არ შეცვლილა, ეს არ არის თან ახალი ავტოკრატებისთვის რაღაცა ახალი მეთოდი ნამდვილად არ არის. აი ესე ხდება ხოლმე, ერთი გუნდს გააძლიერებს, ცოტა გავლენიანები ხდებიან ისინი, შემდეგ მას ჩაანაცვლებს, იმათაც შეაშინებს სხვა ახლებით ჩაანაცვლებს და ესე გრძელდება ეს ყველაფერი. ეხლა გააქვთ იმის მოლოდინი, რომ სხვა გუნდით მოხდეს კობახიძის ჩანაცვლება, იცეღან მე და ნოდარს ქონდა პატარა პოლემიკა ამთან. კი, ფიქრობ, მე მგონია, რომ რაღაც მომენტში დრო დადგა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რა გაძლევთ ამის თქმისა? ვიცი, მე მგონია, რომ შეიძლება ის, ასე ვთქვათ, ბოლომდე აი საქმეები ეს ადამიანი აკეთებს და ყველანაირი წითელ ზღვარს გადაცდა, ხა მინდა ვცდილობ, რომ ეთიკურად გამოვთქვა ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ რაღაც კიდე გააგრძელებს, კიდე რაღაცებს გააკეთებინებს და შემდეგ უკვე გაუშვებს, ისევე როგორც სხვა დანარჩენები გაუშვა. მით უმეტეს, რომ ახლა უკვე ის ეფექტური აღარც არის, უკვე უფრო მეტ შეცდომას უშვებს, ხო, მაგალითად იგივე ფასებთან დაკავშირებით, ადამიანი უბრალოდ არ იცის რა ღირს ხორცი, ხო, აი უბრალოდ არ იცის. ნუ ხა ძალიან უსიამოვნო ფაქტი დაემართა, ხო, რომ არ იცის რა ღირს პროდუქტები, ანუ იმდენად დიდრები არიან, აი იმდენად ამაზე არ დარდობენ, რომ წლების განმავლობაში არც გაუგიათ რა ღირს პროდუქტები ჩვენს ქვეყანაში. წარმოიდგინეთ რა, ანუ გარდა იმისა, რომ მოსამსახურეს აგზავნიან ალბათ იმისთვის, რომ ეს პროდუქტები შეიძინონ, ხო? აი საერთოდ არც უყურებენ, ანუ აი არც ადარდებთ აი ეს ჩეკი რო ამოვა იმ მაღაზიაში, რა წერია და რამდენი წერია ამ ჩეკზე. წარმოიდგინეთ, ხა დღეს მაგალითად ჩემ მშობლები მოვინახულე, პენსიონერები არიან და მართალი გითხრათ, აი რაღაცა თანხა დავხარჯე და არაფერი არ მომივიდა ფაქტიურად, არაფერი არ მომივიდა. ხო, გესმით და ანუ იმდენად ძვირია, არა, ძვირთან ერთად, ძვირთაური ისაა, რომ გაიაფებას გვპირდებოდნენ და პირიქით გაძვირდა. მაგრამ ძვირთან ერთად კიდევ ინგა რაზე არის იცით საუბარი, რომ აი ზუსტად იციან რა შეიძლება გააკეთონ იმისთვის, რომ ადამიანებს კონდეთ შესაძლებლობა, რომ აი ეს პროდუქტი შეიძინონ. ზუსტად იციან რა არის ამისთვის გასაკეთებელი. რა არის? რა ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა და განვითარებულ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა, მათი ინვესტიციები, მათი ასე ვთქვათ დახმარება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ბიუჯეტში მეტი ფული შევიდეს, იქიდან გაიზარდოს პენსიები და ხელფასები, ხო? ანუ ამაზეს გამიზნულად უარს ამბობენ. იმისთვის, რომ ხალხს არ გაუჭირდეს და იყიდოს ეს პროდუქტი, ხო? ანუ ამაზე უარს ამბობენ.
და არც ადარდებთ ეს ადამიანები, გესმით? ანუ ეს არის კიდევ იმაზე უარესით, რომ არ იცის რა ღირს 1 კილო ხორცი. რომ სპეციალურად იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანებს პრობლემა არ კონდეს და როცა შევა იმ მაღაზიაში, ხო, არ გადათვალოს და არ აირჩიოს, რომ ხორცი იყიდოს თუ წამალი. ამაზეა საუბარი. კი ბატონო, და ის განცხადებები მაგალითად იგივე ევროკავშირთან და მიმართებაში, რასაც ჩვენ ვისმენთ და განსაკუთრებით გამორჩეულია სწორედ კობახიძე და მისი გუნდი ამ თვალსაზრისით, ერთის მხრივ მტრად გამოცხადება, წარმოუდგენელი თავდასხმები და მეორეს მხრივ აი ირაკლი კობახიძე მაგალითად მიემგზავრება ახლა ერევანში, ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, სომხეთში ჩადის, რა ახსნა აქვს მაშამ? ამას აქვს ახსნა ის, რომ საქართველოზე უარი არ უთქვამს ევროკავშირს, ანუ ჩვენ ხო ყველაზე დიდი შიში ხომ აქ რა გვაქვს, აი მე მაგალითად რა მაქვს, რომ ჩვენიერ დღეს არ გადაწყვიტოს ევროკავშირმა, რომ არაფერი არ გამოდის საქართველოში და დავკარგეთ. რუსეთი გახდა, დავკარგეთ, აზრი არ აქვს არაფერს, ხო? ანუ ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ეს არ ხდება. და მცდელობები არის იმისა, რომ კიდევ ერთხელ და ეს მცდელობები კიდევ იქნება, რომ უთხრან მათ, რომ მოეგონ გონს. რომ ქართველი ხალხი არის პროევროპული, რომ ქართველი ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის, რომ საქართველოს აქვს შანსი დაიწყოს მოლაპარაკებები და გახდეს ევროკავშირის წევრი, რომ ამისთვის ბევრი არაფერი არ არის საჭირო. საჭირო არის მხოლოდ ის, რომ არ დაჩაგრო შენგან განსხვავებული ადამიანები. ამაზეა ხო საბოლოოდ საუბარი, ხო? ამაზეა საუბარი. ხო და მე მგონია, რომ ეს არის ზუსტად ცდელობა ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთი რამ ხდება, ის რომ მიდის, ის ანახებს, თითქოს გვანახებს, რომ რაღაცა მცდელობები არის და ის ქართული ოცნება ცდილობს, სინამდვილეში ისინი არ ცდილობენ. მათ ძალიან კარგად იციან რა უნდა გააკეთონ. ძალიან კარგად, ძალიან ბევრჯერ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებმა, მათ შორის ევროკავშირმა, მათ იციან, რაც არის არაფერი, ეს არ არის ომის დაწყება, ნამდვილად არა. და რა არის? კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებელს და გაგემშვიდობები. აქ არის საუბარი პოლიტპატიმრებზე, აქ არის საუბარი ამ კანონებზე, აქ არის საუბარი დევნის შეჩერებაზე, აქ საუბარი არის რუსული პროპაგანდის შეწყვეტაზე. ამაზე არის საუბარი, ხო და რაც მთავარია არის საქართველოს ტერიტორიაზე ჩინეთის, ირანის და რუსეთის გავლენების შემცირება, რაც არის ქართველი ხალხის ინტერესიც. ნამდვილად ასეა. რად გვინდა ეს ქვეყნები, წარმოიდგინეთ, აი რად გვინდა ეს ქვეყნები? მაშინ, როდესაც არჩევანი გვაქვს ევროკავშირი, ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, აი ეს ქვეყნები რად გვინდა? ვინმე აუხსნას საქართველოს მოკალებს. ხო, ეს ხო აბსურდია, აი რატო ვირჩევთ აი ამ ქვეყნებს, როცა სხვა არჩევანი შეგვიძლია გავაკეთოთ.